როგორც თქვენთვის ცნობილია, 3 დღის მანძილზე ქუთაისი მასპინძლობს პირველ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს და ძალიან პრიორიტეტულ ღონისძიებას, მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღეთ იუნესკოს ლიტერატურული ქალაქის სტატუსი. შესაბამისად, აღნიშნული ფესტივალი წარმოადგენს ერთ-ერთ ვალდებულებას ამ სტატუსის ფარგლებში და ამაყი ვარ ნამდვილად, რომ შედგა ეს ფესტივალი. აი ასეთ გლობალისტურ და დიფუზიურ დროში, როცა აღარ გაგვიგია სად რა არის, სწორედ კულტურაზე დააყრდნობით ვინარჩუნებთ ჩვენს თვითმყოფადობას პირველ რიგში. ქუთაისი არის და მთელი საქართველო არის ნაწილი დასავლური კულტურული და სულიერი ცხოვრებისა და დღევანდელი ფესტივალი, აი ერთი დღეც კი ამას ადასტურებს. თავისი დუღილით, შინაგანი სიწყფილით, შინაგანი მასშტაბურობით. ქუთაისის პირველმა ლიტერატურულმა ფესტივალმა გამახსენა მე-20 საუკუნის დასაწყისის ქუთაისი, აი რომ დუღდა კულტურული ცხოვრება და საოცარი ადამიანები რომ დადიოდნენ. ამ ფესტივალმა დღეს შეძლო ქუთაისში თავი მოეყარა ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრებისთვის. არაჩვეულებრივი მოხსენებლები, თავისი არაჩვეულებრივი მოხსენებებით. ტანდემი მხატვრობისა და ლიტერატურის დღეს გამოჩნდა აი აქ კაკაბაძის მუზეუმში, დღეს გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. იმიტომ რომ აი იმ კორიფეების გვერდზე, ავტორების გვერდზე, ვისაც ხატავდნენ ჩვენი გენიალური მხატვრები, იქმნებოდა შედევრები. და დღეს რაც არის გამოფენილი, რა გამოფენაც მოამზადა მუზეუმმა ამ დღეებისთვის. ეს არის, არ ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის საზოგადოება ხვალდილიდან იქნება ბედნიერი ამ დღეებით. დღეს მართლა იმდენი საინტერესო ადამიანი ნახეთ, იმდენი საინტერესო მოხსენება მოვისმინეთ, იმდენი შანსი გაგვიჩნდა, რომ კიდე რაღაცა საინტერესო იყოს ჩვენი ხვალინდელი ცხოვრება, რომ რა თქმა უნდა ეს არის ის ფესტივალი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია, რომ უფრო დიდი საზოგადოების, უფრო დიდი წრისთვის, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთოს. Wir bedanken uns zuerst mal, dass wir eingeladen sind zu diesem Festival, zu diesem Literaturfestival, das wir heute am ersten Tag gleich sehr genossen haben, über die Vielseitigkeit dessen, was gesagt wurde und besprochen wurde. Wir haben uns auch gefreut, wie gut unser Beitrag aufgenommen wurde, unsere Lesung, die Präsentation unseres Buches über Elisabeth von Lothringen. Also es war ein sehr erfolgreicher Tag heute schon und jetzt ist es so zum Ausklang, ist es wunderbar hier in diesem Museum zu sein, das wirklich eine Fülle und eine sehr variantenreich georgische Kunst zeigt. Und besonders gefreut haben wir uns über diese Extra-Ausstellung der Buchillustrationen. მეწამსლექი მოხსენებით, რომელიც ეძღვნებოდა ქართულ ლითოდნეობით გერმანისტიკას მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში და ახლობით 1950-1990 წლები. ამ მოხსენებით გამოვიდი, ძალიან მშვენიერი ინიციატივაა და მე იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ეს პირველი ფესტივალი ბიძგს მისცემს მომავალ შემდგომ, ასე ვთქვათ, მეორე, მესამე და ასე შემდეგ უსასრულოდ გაგრძელდება და უფრო მეტი მონაწილეც მიიღებს. ისედაც ბევრი მონაწილეა, მაგრამ უფრო მეტი მონაწილეც მიიღებს ამ ღონისძიებებში. თავის წილს დაიდებს, ასე ვთქვათ, მონაწილეები.